საღამო მშვიდობის არის Open Media-ის ეთერში ქართულენოვანი ამბების დროა და მე ანა ტანდარიანი გახლავართ. სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით სომხეთის მთავრობის დაბალანსებული და დამაბალანსებელი საგარეო პოლიტიკის პრაქტიკული განხორციელება 8 აგვისტოს ვაშინგტონში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარებით შედგა. მან ამის შესახებ საზღვარგარეთის ქვეყნებში სომხეთის რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელთა ყოველწლიურ სამუშაო შეხვედრის გახსნაზე ისაუბრა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით ფაშინიანმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა სომხეთის საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტურ მიმართულებებზე, ქვეყნის პრიორიტეტებზე და საერთაშორისო უსაფრთხოების და სამომავლო გეგმებზე. განცხადების თანახმად კაპანში მიმდინარე სამუშაო შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრის გამოსვლის მოყვა დისკუსია საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის საკითხებზე, მათ შორის არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის შესაძლებლობებზე. სომხეთის ლიდერებმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს, რომელიც საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებლობის 34 წლის თავს აღნიშნავს. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მისალოცი წერილი გაუგზავნა. სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ სომხეთ-უკრაინის ურთიერთობები ორ ხალხს შორის საუკუნოვან მეგობრასა და ურთიერთპატივისცემას ემყარება და სომხეთი დაინტერესებულია კიევთან ურთიერთსასარგებლო კავშირების განვითარებით. ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში მალე მშვიდობა დამყარდება, რაც სტაბილურ პირობებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისათვის ახალი იმპულსის მიცემის საშუალებას შექმნის. პრემიერ-მინისტრმა ზელენსკის ჯანმრთელობა და წარმატებები, ხოლო უკრაინელ ხალხს ხანგრძლივი მშვიდობა და სტაბილურობა უსურვა. უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ასევე სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას მადლობა გადაუხადა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინა აფასებს სომხეთის პოზიციას თავისი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხსა და გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისათვის. ზელენსკიმ ასევე გამოაქვეყნა პრეზიდენტ ხაჩატურიანის წერილი, რომელშიც სომხეთის პრეზიდენტი თანამშრომლობის გაუმავების იმედს გამოთქვამს და უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს. ირანი ვარაუდობს, რომ აზერბაიჯანის გავლით რუსული გაზის მიწოდება მალე დაიწყება, რადგან გაზპრომთან მოლაპარაკებებში თითქმის ყველა საკითხი გადაწყვეტილია. ამის შესახებ რუსეთში ირანის ელჩმა კაზემ ჯალელიმ სააგენტო ტასს განუცხადა. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ დასაზუსტებელია მხოლოდ ფასთან დაკავშირებული საკითხი. მისი თქმით, როგორც კი მხარეები ფასზე შეთანხმდებიან, პროცესი დაიწყება. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აპრილში მოსკოვი და თეირანი 55 მილიარდი კუბური მეტრის რუსული გაზის მიწოდებაზე შეთანხმდნენ. უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ მოსკოვმა ირანთან კავშირები გააღრმავა და იანვარში თეირანთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა. ორივე ქვეყანა დასავლეთის სანქციების ქვეშ იმყოფება, ხოლო მოსკოვის ნავთობისა და გაზის ექსპორტი ევროპაში მნიშვნელოვნად შემცირდა. 25 აგვისტოს ღამით რუსულმა ძალებმა ქალაქ სუმზე მასირებული იერიში მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებით. ვრცელდება ინფორმაცია სულ მცირე 10 დარტყმის შესახებ, რის შედეგადაც საცხოვრებელ კორპუსებში ხანძარი გაჩნდა. ქალაქში არის ნგრევა, თუმცა მსხვერპლის შესახებ ოფიციალური მონაცემები ჯერჯერობით არ გავრცელებულა. სუმს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის რუსეთის საზღვართან ახლო მდებარეობს და მასზე კონტროლმა შესაძლოა შეაფერხოს უკრაინული ძალების მომარაგება ჩრდილო-აღმოსავლეთის ფრონტზე. თავის მხრით რუსული მხარე იუწყება, რომ მათმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით 21 მოიერიშე დრონი ჩამოაგდეს. საერთაშორისო მიმოხილვა 1 კადრით. ღაზის სექტორში ნასერის ჰოსპიტალზე ისრაელის მიერ მიტანილი იერიშების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, მათგან 5 ჟურნალისტია. დაღუპულთა შორის არიან როიტერსის, NBC-ის, ალ-ჯაზირასა და ასოციეიტედ პრესის კორესპონდენტები. თვითმხილველების თქმით, მეორე დარტყმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც თავდასხმის ადგილზე მაშველები და ჟურნალისტები მივიდნენ. პალესტინის ჟურნალისტთა ორგანიზაციის მონაცემებით 2023 წლის 7 ოქტომბრიდან დღემდე ღაზაში ისრაელის ცეცხლს 240-ზე მეტი პალესტინელი ჟურნალისტი ემსხვერპლა. ამასთან ისრაელის მთავრობამ ქალაქ ღაზის აღების გეგმა დაამტკიცა და მას ჰამასის მებრძოლების უკანასკნელ ბასტიონად მოიხსენია. თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ქალაქი ღაზა პირისაგან მიწის აღიგვლება, თუ ჰამასი მათ პირობებზე ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება და ყველა მძევალს არ გაათავისუფლებს. ჰამასის განცხადებით კი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მძევლების დაბრუნების ერთადერთი გზაა და ყველა გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუს აკისრებს.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი საუდის არაბეთში ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის საგანგებო მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. სააგენტო ირნას ცნობით, შეხვედრა ღაზაში შექმნილ ვითარებასა და პალესტინის ანკლავისთვის დახმარების კოორდინაციასა და მიწოდებას დაეთმობა. ირანი მზადაა ურანის გამდიდრება 60%-დან 20%-მდე შეამციროს, რათა გაეროს სანქციები თავიდან აიცილოს. პრეზიდენტ მასუდ ფეზეშკიანის მთავრობა ზეწოლას ახდენს ხისტი პოლიტიკის მომხრეებზე ბირთვული პროგრამის შესამცირებლად. საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ევროპულ ქვეყნებთან დაძაბულობის შესამსუბუხებლად მოლაპარაკებებს მართავს. უკრაინამ დამოუკიდებლობის 34 წლის თავი აღნიშნა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ კიევის მაიდანიდან მიმართვა გაავრცელა და ხაზი გაუსვა, რომ მაიდანი უკრაინის წინააღმდეგობის სიმბოლოა. ღონისძიებას აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი და კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი დაესწრენ. კარნიმ 600 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა. ნორვეგიამ თავის მხრივ საჰაერო თავდაცვისთვის 600 მილიონი ევროს გამოყოფის პირობა დადო. ღაზის სექტორში ჰუმანიტარული კრიზისი მწვავდება. ბოლო მონაცემებით შიმშილისა და არასრულფასოვანი კვების გამო დაღუპულთა რიცხვმა 299-ს მიაღწია, მათ შორის 115 ბავშვია. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხოლოდ ბოლო 24 საათში შიმშილით კიდევ 8 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი გარდაიცვალა. ამასთან დასავლელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ისრაელის სამხედრო დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტები ცხადყოფს, რომ ისრაელის სარაკეტო თავდასხმების შედეგად დაღუპული მხოლოდ 6 პალესტინელიდან 5 სამოქალაქო პირია. გაეროს დადასტურებული მონაცემებით 2023 წლის 7 ოქტომბრიდან დღემდე ისრაელის სამხედრო მოქმედებებს ღაზაში 62,000-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა. გაეროს ანგარიში ასევე ხაზგასმულია, რომ 9 მილიონი ადამიანი შიმშილით სიკვდილის ზღვარზე იმყოფება. ამ თემაზე რეპორტაჟ ჩემი კოლეგა მონიკა ჰაიროიანი წარმოგიდგენთ. შიმშილის მონიტორინგის გლობალურმა ორგანიზაციამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ქალაქ ღაზასა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე შიმშილია. ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად არსებობს საფრთხე, რომ შიმშილი კიდევ უფრო გაფართოვდება და გააღრმავებს ჰუმანიტარულ კატასტროფას, რომელიც თითქმის 2 წლიანმა კონფლიქტმა გამოიწვია. ქალაქის ბაზრები ცარიელია. საავადმყოფოები კი არასრულფასოვანი კვედით დაავადებული ბავშვებითაა სავსე. ადგილობრივები სასოწარკვეთილ მდგომარეობაზე საუბრობენ. დღეს ბაზარზე ფასები ძირითადად დოლარშია. პროდუქტები კი ერთმანეთზე ძვირია. მაგალითად, ფქვილი მცირე რაოდენობით იშოვება, მაგრამ მისი ფასი არავისთვისაა ხელმისაწვდომი. დღეს 1 კილოგრამი ფქვილი 150 შეკელი ღირს, ანუ დაახლოებით 70-80 დოლარი. ვის შეუძლია 70-80 დოლარის გადახდა? დღეს ვერც ერთი მოქალაქე ვერ ყიდულობს პირველადი საჭიროების პროდუქტებს, როგორიცაა ფქვილი ან ზეთი, რადგან მომარაგება უბრალოდ არ არის. უკვე წასვლაზე ვფიქრობ. სურსათის უუნებლობის კლასიფიკაციის სისტემის IPC-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ღაზის 9 მილიონზე მეტი მცხოვრები, 514,000 ადამიანი შიმშილის მეხუთე, ყველაზე კრიტიკულ დონეზე იმყოფება. პროგნოზით სექტემბრის ბოლოსთვის ეს რიცხვი 641,000 მიაღწევს. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ღაზის ჩრდილოეთ პროვინციაში, სადაც 280,000 ადამიანი უკვე შიმშილით სიკვდილის ზღვარზეა. ჩვენ ახლა პედიატრიულ საავადმყოფოში ვიმყოფებით, სადაც კვების განყოფილებაში ყოველდღიურად 60-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. ზოგიერთ პაციენტს მწვავე არასრულფასოვანი კვების გამო ჰოსპიტალიზაცია სჭირდება, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, სამედიცინო მარაგების არარსებობის გამო მათ ვერანაირ სამედიცინო დახმარებას ვერ ვუწევთ. ერთადერთი რის გაკეთებაც შეგვიძლია მათთვის სითხეების მიცემაა, რათა შევეცადოთ ბავშვის ორგანოები და ქსოვილები შევინარჩუნოთ, რომ მდგომარეობა არ გაუარესდეს და სიკვდილით არ დასრულდეს. ვითარება განსაკუთრებით მძიმეა ბავშვებისთვის. UNICEF-ის ცნობით ბავშვთა ხელოვნური საკვების მარაგი უმნიშვნელოა და 10,000 ბავშვიდან მხოლოდ 2,500-ის საჭიროებას აკმაყოფილებს. რანტისის ჰოსპიტალში დედები უიმედოდ ცდილობენ გადაარჩინონ თავიანთი შვილები. როდესაც საავადმყოფოში რძე აქვთ, მაძლევენ. ჩემს შვილს ძუძუთი არ კვებავ. რძე არ მქონდა. სამკონალო ბალახებს ვიყენებდი გვირილასა და თავშავას. ყველაფერს ვცდილობდი, რადგან ხელოვნური საკვების შემცველი არ იყო. ერთი კოლოფი რძე ბავს 4 დღე ყოფნის. რძე გაძვირდა 200, 250 შეკელი, 58-დან 70 დოლარამდე, მაგრამ ის ბაზარზე აღარც არის. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და ადგილობრივი ექიმები შიმშილის გავრცელებაზე საუბრობენ, ისრაელი ანგარიშის დასკვნებს უარყოფს. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ღაზაში შიმშილი არ არის და ანგარიშს მიკერძოებული უწოდა, რომელიც მათი თქმით ჰამასის მიერ მიწოდებულ მონაცემებს ეფუძნება. ისრაელის მხარი ამტკიცებს, რომ სურსათის დეფიციტის მიზეზი გაეროს მიერ დახმარების არაეფექტიანი განაწილება და ჰამასის მიერ მისი მოპარვაა. ამ ბრალდებებს უარყოფს ღაზის მედია ოფისის დირექტორი ისმაილ ალ-თავადაბტა. ის ამტკიცებს, რომ ვითარება გაცილებით მძიმეა, ვიდრე ეს ანგარიშებშია ასახული.
ჰამასზე მეტად არავინაა დაინტერესებული, რომ დახმარება ღაზაში შევიდეს და ჩვენს ხალხს მიაღწიოს. ეს ისტორიაში მეხუთე შემთხვევაა, როდესაც IPC-მ ოფიციალურად გამოაცხადა შიმშილი რომელიმე ტერიტორიაზე და პირველი აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ. საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები აცხადებენ, რომ თუ დაუყოვნებლივი და ფართომასშტაბიანი ჩარევა არ მოხდა, უახლოეს კვირებში სიკვდილიანობა, განსაკუთრებით ბავშვებში, დრამატულად გაიზრდება. ეს იყო ყველაფერი, რისი გაზიარებაც გვინდოდა ამ დროისთვის. გამოიწერეთ ჩვენი გვერდები სოციალურ მედიაში ყველა პლატფორმაზე და არ დაგავიწყდეთ გამოწერა ჩვენი ქართულენოვანი YouTube არხისა. მადლობა ყურადღებისთვის და გემშვიდობებით.